ინფორმაცია, განსხვავებული შეფასება, მწვავე პოლემიკა, დებატები, პოლიტიკური სიმულაციები და ელექტორატი სასიკეთო ცვლილებების მოლოდინში. რადიო იმედის ეთერშია პოლიტიკური ток-შოუ კვირის პოლიტიკა. ნატა მახვილაძესთან ერთად. გამარჯობა, თქვენ ნატა მახვილაძე ვარ და ეს გადაცემა კვირის პოლიტიკა. მაშასე არჩევნები 2020 შედგა და საერთაშორისო პარტნიორებმა ეს არჩევნები აღიარეს და მისი ლეგიტიმურობა აღიარეს. თუმცა მრავალპარტიული პარლამენტის ნაცვლად ჩვენ მივიღეთ მრავალპარტიული პროტესტი ქუჩაში. ოპოზიცია ამბობს, რომ ეს არჩევნები არალეგიტიმურია და უარს ამბობს ამ ეტაპისთვის საპარლამენტო მანდატებზე. რა პასუხი აქვს მმართველ გუნდს და ემზადება თუ არა რადიკალური ოპოზიცია რევოლუციური სცენარისთვის. ამაზე ჩვენ ვისაუბრეთ მოქმედ და მეათე მოწვევის მომავალ პარლამენტის თავმჯდომარესთან არჩილ თალაკვაძესთან. რადიო იმედის ეთერშია პოლიტიკური ток-შოუ კვირის პოლიტიკა. ნატა მახვილაძესთან ერთად. თქვენ შეგიძლიათ გვიყუროთ და გვისმინოთ რადიო იმედის Facebook გვერდზე, პორტალებზე იმედი.gr, MyVideo.gr, მაგთის IP არხზე 53 არხი. მაშასე მოგესალმებით ბატონო არჩილ, მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის. მოცემულობა გვაქვს ესეთი, რომ ოპოზიცია არის ქუჩაში და მანდატებზე უარს ამბობს. თუმცა გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიმდინარეობს გარკვეულწილად მოლაპარაკებები და კონსულტაციები ზოგიერთ პოლიტიკურ სუბიექტთან. მე არ გთხოვთ ვინმეს კონკრეტულად დასახელებას და შესაძლებელია ეს ამ ეტაპისთვის არც იყოს სასურველი, თუმცა მინდა გკითხოთ, როგორ ფიქრობთ, რომელი პოლიტიკური სუბიექტი შეასრულებს ნაკის რვალდებულებას ამ უმრჩევლის წინაშე და იქნება მეათე მოწვევის პარლამენტში და თუ არ შემოვლენ, თქვენ საუბრობდით, რომ პოლიტიკურ ფასს გადავახტევინებთო, რას გულისხმობდით? გამარჯობა, მოგესალმებით, მივესალმები ჩვენ საზოგადოებას რადიო იმედის ეთერიდან ნატა მახვილაძესთან ერთად. მადლობთ, რომ მომიწვიეთ. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის არჩევნები, რომელიც ჩატარდა. ჩვენ გავატარეთ ფუნდამენტური დემოკრატიული რეფორმები იმისათვის, რათა საქართველოს ახალი პარლამენტი ყოფილიყო პლურალისტური, ყოფილიყო პოლიტიკურად უფრო სტაბილური და რაც შეიძლება მეტი საზოგადოებრივი ჯგუფის ხმა და ინტერესი ყოფილიყო მასში წარმოდგენილი. მოგეხსენებათ, რომ ეს რეფორმები გატარდა საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში, შემდეგ ჩვენ შევცვალეთ საარჩევნო სისტემა პირველად საქართველოს უახლეს ისტორიაში, სწორედ ქართულმა ოცნებამ ხელისუფლებაში ყოფნის დროს შეცვალა საარჩევნო სისტემა, სხვა არც ერთ ხელისუფლებას, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ აქტიურად ითხოვდნენ მერე უკვე ასეთი ცვლილებების გატარებას, არ გაუტარებია და არ გაუკეთებია ასეთი რეფორმები. თუმცა ოპოზიციის ეს რადიკალური ნაწილი კიდევ უფრო ღრმად შევიდა საკუთარ ტყუილში, პოლიტიკურ ტყუილში და მათ არც ოპოზიციაში ყოფნის დროს არ დაუჭირეს მხარი ამ ცვლილებებს. შეგახსენებთ, რომ ისინი საზოგადოებას ეუბნებოდნენ გარეთ ეთერების საშუალებით, რომ ძალიან უნდოდათ არსებითად პროპორციული სისტემა, მაგრამ როდესაც საქმეზე მიდგა პარლამენტში, მათ არც ამ კენჭისყრაში მხარი არ დაუჭირეს ამ დემოკრატიულ ცვლილებებს. შედეგად მერე მოხდა ის, რომ ჩვენ წინასწარ ვამბობდით, რომ ოპოზიციაში არის ძალა, დესტრუქციული ძალა, ნაციონალური მოძრაობა და მისი დანამატები, დანაყოფები, მოდით ასე ვთქვათ, რომელთაც არ სურდათ ქვეყანაში დემოკრატიული არჩევნები და ეს მათთვის იყო მხოლოდ ლოზუნგები, სიამდვილეში ისინი არ უჭერდნენ მხარს ქვეყანაში რაიმე ტიპის გადაწყვეტილებები მიღებულიყო არჩევნებით. მათ არაერთხელ სადეს საარჩევნო ყუთის გვერდის ავლით მიეღწიათ რაიმე ცვლილებისთვის ამ ქვეყანაში, თუმცა საზოგადოებამ მაშინაც და დღესაც კაფეოდ დააფიქსირა, რომ მას გადაწყვეტილებების მიღება სურს მხოლოდ საარჩევნო ყუთის საშუალებით. ჩვენ წინასწარ ჩავატარეთ არაერთი ბრიფინგი, სადაც ვთქვით, რომ ნაციონალური მოძრაობა აპირებდა არჩევნების დისკრედიტაციას, ეს იყო ყალბის ადამკვირვებლო ორგანიზაციების რეგისტრაცია, ეს იყო დაგეგმილი პროვოკაციები უბნებზე, ხელმოწერები, ბიულეტინები თუ სხვა ტექნიკური, ასე ვთქვათ, პოლიტიკური ტრიუკები, რაც მათ აპრობირებული ჰქონდათ წარსულში, მათ ყველაფერი დაგეგმეს იმისთვის, რომ არჩევნებისთვის როგორმე ჩრდილი მიეყენებინა. თუმცა მთავარი არის ის, რომ მიუხედავად პანდემიისა 2 მილიონამდე ჩვენი ქვეყნის მოქალაქე, ჩვენი თანამოქალაქე მოვიდა არჩევნებზე, მათ გააკეთეს თავისი არჩევანი მიუხედავად პანდემიისა და ამით დააფიქსირა ჩვენმა საზოგადოებამ ურყევი ნება, რომ ქვეყანაში დემოკრატიული განვითარების პროცესი უნდა გაგრძელდეს და მხოლოდ არჩევნებით უნდა მოხდეს გადაწყვეტილებების მიღება. სამწუხაროა, რომ დღეს ჩვენ გვყავს ოპოზიცია, რომელსაც არ უნდა იყოს ოპოზიცია და ამ ოპოზიციაში გვყავს ისეთი ძალა, ნაციონალური მოძრაობა, რომელიც
ამბობს, რომ დემოკრატიული არის მხოლოდ ის არჩევნები, სადაც ისინი გაიმარჯვებენ. სხვა არც ერთ არჩევნებს ისინი დემოკრატიულად არ აღიარებდნენ. გახსოვთ მათი მოწოდებები შუალედურ არჩევნებში სამეგრელოში, როდესაც ამბობდნენ, რომ ქვეყანა უნდა ავადუღოთ აქედან. გახსოვთ მათი მოწოდებები, რომ ავისხათ იარაღი. გახსოვთ მათი ძალადობრივი შეტევა პარლამენტზე. შესაბამისად, რასაც დღეს ჩვენ ვხედავთ, ეს არის სწორედ აი ამ ხაზის გაგრძელება, ეს არის დესტრუქციული პოლიტიკური ძალა და დღეს ეს ძალა ნაციონალური მოძრაობა და მიხეილ სააკაშვილი ახორციელებენ პოლიტიკურ შანტაჟს სხვა ოპოზიციურ პარტიებზე. მათ აქვს სერიოზული პრობლემა მომავლის განვითარებისთვის, ვინაიდან პირველად მოხდა, როდესაც საპარლამენტო არჩევნებში ნაციონალური მოძრაობის ქოლგის გარეშე სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა დამოუკიდებლად გადალახეს ბარიერი და შევიდნენ საქართველოს პარლამენტში. ეს ნიშნავს, რომ ისინი თუ პარლამენტში უკვე პოლიტიკურ პროცესში ჩაერთვებიან, მიიღებენ საკმაოდ სოლიდურ დაფინანსებას 4 წლის განმავლობაში, უკეთ მოემზადებიან 2024 წლის არჩევნებისთვის. ამავე დროს საკონსტიტუციო და რეგლამენტის რეფორმით ჩვენ ოპოზიციას მივეცით ძალიან მნიშვნელოვანი ბერკეტები იმისათვის, რათა გაუწიოს ოპონირება მართლ პარტიას და აღმასრულებელ ხელისუფლებას. ბატონო არჩილ, შეიძლება ვივარაუდოთ ამ შესაბამისად, ნატა უკაცრავად დავასრულებ, რომ რაც ახლა ხდება, ეს რეალურად არის ერთის ხრივ ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური შანტაჟი დანარჩენი ოპოზიციის მიმართ, რომ ისე ეუბნება დანარჩენ ოპოზიციას, თუ ახლა შეხვალთ პარლამენტში, მე თქვენ დაგამთავრებთ, არ მოგცემთ ტელევიზიაში, ჩემ ტელევიზიებში მისვლის საშუალებას, არ მოგცემთ დაფინანსებას, არ დაგიჭერთ მხარს და ამით აშანტაჟებს. მეორეს ხრივ ჩვენ გვაქვს და გვყავს ოპოზიციური ჯგუფები, რომელთაც რეალურად აქვთ სურვილი და мотиваცია, რომ მიხეილ სააკაშვილის და ნაციონალური მოძრაობის გარეშე დამოუკიდებლად ჩაერთონ პოლიტიკურ პროცესში. მოდით, ჩემს პირველ შეკითხვას გავაგრძელებ აქედან გამომდინარე. ანუ თუ ნაციონალური მოძრაობა აშანტაჟებს ამ პოლიტიკურ სუბიექტებს, რომლებმაც დამოუკიდებლად გადალახეს 1%-იანი ბარიერი, თქვენ რას პირდებით? ჩვენ პირველ რიგში პატივს ვსცემთ ჩვენი საზოგადოების არჩევანს და მოქალაქეების გადაწყვეტილებას. ჩვენ პატივს ვსცემთ იმ შედეგებს, რომელიც საარჩევნო კომისიამ გამოაცხადა და რომელიც შემაჯამებელ ოქმში იქნება ასახული. ასევე მანამ სანამ შემაჯამებელი ოქმი გაკეთდება. თავად ისინი საუბრობენ იმაზე, რომ მათ გარკვეულწილად არჩევნები გაუყალბეს. მე მგონი მაგაზე საუბარიც არის ერთგვარად აი ამ პროცესის ნაწილი. ვინაიდან სინამდვილეში ყველა საზოგადოებრივი აზრის კვლევა თუ დათვლის შედეგები აჩვენებს, რომ ეს პოლიტიკური პარტიები, რომელზეც დღეს ნაციონალური მოძრაობა პოლიტიკურ შანტაჟს ახორციელებს, არიან პრაქტიკულად იმ ნიშნულებზე, როგორც სხვადასხვა კვლევამ თუ დათვლის შედეგმა აჩვენა. შესაძლოა არის გარკვეული ხარვეზები იქ კონკრეტულ ოქმებში, თუმცა უკვე ამ 2 დღის განმავლობაში ამ საკითხების და საჩივრების განხილვამ გვაჩვენა, რომ იქ შესაძლოა და გამოჩნდა კიდეც, რომ ქართულ ოცნებასაც ამ განხილვებით მოემატა ხმების რაოდენობა, ასე რომ თუ მანდ ხარვეზები გარკვეულად არის სხვადასხვა უბანზე, იმის თქმა, რომ ეს ხარვეზები არის მხოლოდ ქართული ოცნების სასარგებლოდ, ეს არის უპასუხისგებლობა და ეს არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. რეალურად დღეს ჩვენ შევხვდით ეუთო ოდირის ხელმძღვანელს, მისიის ხელმძღვანელს და წარმომადგენლებს, მათ კიდევ ერთხელ კაფეოდ დააფიქსირეს, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა კონკურენტულად და ყველა ფუნდამენტური უფლება იყო დაცული. ფუნდამენტურ უფლებებს შორის არის, რა თქმა უნდა, პოლიტიკური უფლებები ჩვენი მოქალაქეების, მათ შორის ხმის მიცემის უფლება და საქართველოს მიიღო დადებითი შეფასება იმისთვის, რომ COVID პანდემიის და გლობალური პანდემიის მიუხედავად ჩვენ ჩავატარეთ ასეთი მაღალი აქტივობით საპარლამენტო არჩევნები. ბატონო არჩილ, შანტაჟის თემას რო დავუბრუნდეთ, როგორ ფიქრობთ, ვინ აშანტაჟებს ოპოზიციას? ეს არის კონკრეტულად პოლიტიკური პარტია, ნაციონალური მოძრაობა თუ პერსონალურად მიხეილ სააკაშვილიც არის ჩართული? იცით რატომ გეკითხებით? ზოგადად მიხეილ სააკაშვილის გზავნილებზე საუბრობდნენ გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციები, გუშინ მაგალითად კარნეგის ცენტრის ერთ-ერთ მკვლევარს უსმენდი, რომელმაც პირდაპირ თქვა, რომ манипуляციები წინასაარჩევნოდ და ერთგვარად პოლიტიკური სიმულაციები რუსეთთან მიმართებაში არ გამოდგა. ანუ ეს ფსონი რუსეთთან, პუტინთან კავშირი და უშუალოდ რომელზეც აპელირებდა ხშირ შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილი, ვერ გამოდგა ფსონად მისთვის.
უხეშად რომ თქვათ, ვინ ურევს სიტუაციას ოპოზიციაში? პარტია ნაციონალური მოძრაობა, რომელსაც აქვს დაფინანსება, თუ პერსონალურად მიხეილ სააკაშვილი? ნატა, ეს ძალიან კარგი კითხვაა და ამას სჭირდება სიღრმისეული ანალიზი. მოდით დავიწყოთ იმით, რომ არჩევნებამდე ჩვენი პარტნიორები, როგორც ევროკავშირიდან, ასევე ამერიკის შეერთებული შტატებიდან გვაფრთხილებდნენ, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში ექნება რუსეთის ფედერაციას ჩარევის სურვილი და ჩარევის მცდელობები. დღეს, როდესაც ჩვენ ვხედავთ არჩევნების შედეგებზე თავდასხმას, დღეს, როდესაც ვხედავთ საქართველოს საპარლამენტო დემოკრატიულ არჩევნებზე თავდასხმას ამ დესტრუქციული ოპოზიციის ძალის მხრიდან, ეს პირდაპირ ემსახურება რუსულ ინტერესებს საქართველოში, ვინაიდან თავდასხმა საქართველოს დემოკრატიაზე და საქართველოს არჩევნების შედეგებზე ეს არის მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ინტერესებში, შესაბამისად, ვინც ამ სცენარს ემსახურება და მხარს უჭერს, ის არის, რა თქმა უნდა, პირდაპირ მოკავშირე ამ შემთხვევაში რუსეთის ინტერესების, რომლის მიზანიც არის საქართველოში, რომ არ იყოს პოლიტიკურად სტაბილური სისტემა, რომლის მიზანიც არის, რომ პარლამენტი არ იყოს პლურალისტური, შესაბამისად, ვინც ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო დამკვირვებლებმა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა მისცეს ხმა, მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივმა ორგანიზაციებმა იკვლიეს საზოგადოებრივი აზრი, მათ შორის მათ მიერ დაქირავებულმა ორგანიზაციებმა, მიუხედავად ამ ყველაფრისა, ვინც დღეს ამბობს, რომ ისინი არ შევლენ პარლამენტში, ვინც დღეს ამბობს, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია არ არის სანდო, ვინც დღეს ამბობს, რომ არჩევნების შედეგები უნდა გაუქმდეს, ეს ყველაფერი რეალურად არის საქართველოს დემოკრატიაზე თავდასხმის მცდელობები და პირდაპირ ჯდება რუსეთის ინტერესებში. აქედან გამომდინარე, წინასწარ გაფრთხილებებს ამას თუ დაუკავშირებთ, შეიძლება დასაბუთებული ვარაუდი გამოითქვას, რომ მიხეილ სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობა ამ შემთხვევაშიც ემსახურებიან რუსეთის ინტერესებს და ისინი პრაქტიკულად მონაწილეები არიან საქართველოს დემოკრატიაზე და დემოკრატიული არჩევნების შედეგებზე თავდასხმისა. ეს არ არის ცალკე აღებული შემთხვევა, ეს არის ერთიანი ხაზი, როდესაც ისინი იყვნენ ხელისუფლებაში, მათ გააკეთეს ყველაფერი ზუსტად საწინააღმდეგოდ, რაც არის დასავლური ღირებულებები, რაც საქართველოს აკავშირებს დასავლეთთან, ეს არის ადამიანის უფლებების დაცვა. პირველ რიგში ისინი არ ღვევდნენ უხეშად ადამიანის უფლებებს, ეს არის მედიის თავისუფლება, ისინი არ ღვევდნენ უხეშად მედიის თავისუფლებას, რეიდები გააკეთეს ტელევიზიებზე, ჩაკეტეს მედია რკინის ყუთში და ბოლოს ანტენებსაც აპატიმრებდნენ, გახსოვს ჟურნალისტების დაპატიმრებაზე, რომ აღარაფერი ვთქვათ. მერე ეს იყო სტრატეგიული ობიექტების გადაცემა რუსეთისთვის და მე ჩამოგითვლით არაერთ სტრატეგიულ ობიექტს, რომელიც მიჰყიდა ნაციონალური მოძრაობის თავრობამ რუსეთს, შესაბამისად ეს არის უწყვეტი ხაზი და მიხეილ სააკაშვილი კვლავ ცდილობს, რომ ერთის მხრივ ფასადური განცხადებებით, რომ თითქოს ის არის პროდასავლური ლიდერი, მეორეს მხრივ სინამდვილეში ის ემსახურება ზუსტად იმის საწინააღმდეგო ინტერესებს, რაც არის რეგიონში, მსოფლიოში ჩვენი დასავლელი პარტნიორების ინტერესი. რა არის მათი ინტერესი? მათი ინტერესი არის ძლიერი ფუნქციური დემოკრატია, არჩევნები, დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნები და რაც მთავარია, უსაფრთხოება და სტაბილურობა ქვეყანაში. ახლა ნახეთ, ზუსტად აი ამ საყრდენებს უტევს ნაციონალური მოძრაობა და ის ცდილობს, რომ სხვა პარტიები, რომელთაც გაბედეს და მათ გარეშე ჩაერთნენ არჩევნებში, ისარგებლეს დემოკრატიული რეფორმების ამ სასიკეთო შედეგი და დამოუკიდებლად შევიდნენ პრაქტიკულად პარლამენტში. სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობა ცდილობს, რომ პოლიტიკური შანტაჟის გზით ეს ოპოზიცია როგორმე გათიშოს ნორმალური პოლიტიკური პროცესიდან. რა თქმა უნდა, თუ ისინი მაინც მიუხედავად იმისა, რომ ყველა ჩვენმა პარტნიორმა მათ უთხრა, რომ ისინი უნდა შევიდნენ პარლამენტში და თავისთავად ანომალიაა, როდესაც ოპოზიცია ამბობს, რომ მას არ უნდა იყოს ოპოზიცია და როდესაც ოპოზიციის ნაწილი ამბობს, რომ დემოკრატიული ვერ იქნება არჩევნები, სანამ ისინი არ გაიმარჯვებენ არჩევნებში, ეს არის ზუსტად იმის საწინააღმდეგო, რასაც დღეს მათ პარტნიორები ეუბნებიან. კარგი, თუ არ ჟერათ თქვათ თავისი ოპონენტი მართველი პოლიტიკური პარტიის ქართული ოცნების, მათ ასევე არ ჯერათ დასავლელი პარტნიორების ლიდერების, რომლებიც პირდაპირ მიუთითებენ, რომ ოპოზიცია ისინი უნდა შევიდნენ პარლამენტში, შეასრულონ ოპოზიციის ფუნქცია, მათ აქვს დღეს მეტი ბერკეტები, აქვთ დაფინანსება და აქვთ შესაძლებლობა, რომ სრულფასოვანი ოპონირება გაუწიონ მართლ პარტიას. მათ შორის მე შეგახსენებთ, ეს არ არის მხოლოდ ჩვენი უცხოელი მეგობრების
რჩევა მათდამი ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოებაც, რომელსაც ვერანაირად ვერ დასწამებთ, რომ ისინი არიან ჩვენი მოკავშირეები და ჩვენი მხარდამჭერები. ისინი ყოველთვის იყვნენ ჩვენი ოპონენტები, ზოგიერთები ობიექტურად, ზოგიერთები სუბიექტურად, მაგრამ ნუ შევალ თამაში. ფაქტია, რომ სამოქალაქო საზოგადოებაც დღეს ეუბნება ოპოზიციას, რომ თქვენ უნდა შეხვიდეთ პარლამენტში და შეასრულოთ დაკისრებული ფუნქცია. რას გულისხმობთ ჩვენ, როდესაც თქვით, რომ ისინი პოლიტიკურ ფასს გადაიხდიან, ამასაც გეტყვით. რა თქმა უნდა, ყველაზე მძიმე პოლიტიკური ფასი გახლავთ ის, რომ როდესაც 10,000-ობით მოქალაქემ ხმა მისცა სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიას და ხმა მისცა რისთვის მათ ბუნებრივი და ლოგიკურია, რომ ხმა მისცა იმისთვის, რომ ისინი შევიდნენ პარლამენტში და იმუშაონ პარლამენტში, პრაქტიკულად ნაციონალური მოძრაობა აიძულებს ამ სხვა პოლიტიკურ პარტიებს, რომ ამ ადამიანების, მათივე მხარდამჭერების, მათივე ამორჩევლის გადაწყვეტილება გაუკეთონ იგნორირება, არსენ პატივი ამ გადაწყვეტილებას და იმოქმედონ ისევ დესტრუქციული დღის წესრიგით, რომელიც სინამდვილეში არის საქართველოს და ჩვენი საზოგადოების წინააღმდეგ. განსაკუთრებით დღეს, როდესაც მსოფლიოში არის COVID-19-ით გამოწვეული გლობალური კრიზისი, საქართველოც არის ამ კრიზისში და დღეს ჩვენ ყველაზე მეტად გვჭირდება კონსოლიდაცია, ყველაზე მეტად გვჭირდება ერთიანი საზოგადოება, ძლიერი სახელმწიფო და რა თქმა უნდა, ქართული ოცნება არ დაუშვებს არანაირ თავდასხმას დემოკრატიაზე, პარლამენტი დაიწყებს ფუნქციონირებას, სახელმწიფო ინსტიტუტები გააგრძელებენ მუშაობას, ჩვენ გვაქვს კრიზისის მართვის გეგმა და რაც უფრო მალე ამ ყველაფერს გაანალიზებს ოპოზიცია, ეს არის მით უკეთესი ჩვენი ქვეყნისთვის და რა თქმა უნდა, მათთვისაც. მინდა გითხრათ, რომ ბუნებრივია მე ვემხრობი, რომ საკანონმდებლო ორგანოში იყოს ოპოზიციური ძალა, მაგრამ იცით რა მინდა გკითხოთ, რომ არ იყოს, არ შემოვიდნენ საკანონმდებლო ორგანოში. მე შეგახსენებთ, რომ მაგალითად ისეთ საკვანძო საკითხებზე, სადაც იყო თუნდაც საუბარი საარჩევნო კოდექსზე, იყო საუბარი საკონსტიტუციო ცვლილებებზე, ოპოზიციის სკამები რადიკალურს გულისხმობ, მაინც ცარიელი იყო. ეხაც რომ ცარიელი იყოს, რა. მე გარწმუნებთ ერთ რამეში. ოპოზიცია ნებისმიერ დემოკრატიულ საზოგადოებაში და დემოკრატიულ სისტემაში ეს არის მნიშვნელოვანი ადგილი. თუ ამ ადგილს ცარიელს დატოვებს რომელიმე პოლიტიკური ძალა, ის აუცილებლად შეივსება. ეს არის დემოკრატიის კანონზომიერება. შესაბამისად, მე გარწმუნებთ, რომ საქართველოს ექნება დემოკრატიული პარლამენტი, საქართველოს ექნება შემდგომი დემოკრატიული განვითარების შესაძლებლობა და ამას ვერ შეაჩერებს და ხელს ვერ შეუშლის სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობა. მე კიდევ ერთს გეტყვით, როდესაც ისინი საუბრობენ არალეგიტიმურ ჩარევაზე, როდესაც ისინი საუბრობენ რაიმე ტიპის დარღვევებზე, პირველ რიგში არალეგიტიმური ჩარევა ამ არჩევნებში მოხდა სწორედ სააკაშვილის და ნაციონალური მოძრაობის მხრიდან. სააკაშვილი, როგორც სხვა ქვეყნის მოქალაქე, ადამიანი, რომელიც პასუხისგებაში არის მიცემული, არის მსჯავრდებული და ძებნილი, ის ჩაერია პრაქტიკულად საქართველოს საარჩევნო პროცესში კანონის დარღვევით, შესაბამისად ეს იყო ზუსტად არალეგიტიმური ჩარევა და სანამ ნაციონალური მოძრაობა უბნებში და ცალკეულ ოქმებში დაიწყებს რაიმე დარღვევის ძებნას, პირველ რიგში მათ უნდა შეხედონ თვითონ როგორ იქცეოდნენ, როგორ დაესხნენ თავს საზოგადოებრივ აზრს მათ მიერ მართული მედიით, როგორ მონაწილეობდა მათი ლიდერი უკანონოდ საარჩევნო კამპანიაში სხვა ქვეყნის მოქალაქე, სხვა ქვეყნიდან და როგორ ცდილობდნენ ისინი არჩევნების დესტაბილიზაციას. მაგრამ ვერ მიიღეს ეს შედეგი ეუთომ საერთაშორისო დამკვირვებელმა, ჩვენმა პარტნიორებმა, ევროკავშირმა, ევროპის საბჭომ და რაც თავარია ჩვენმა მთავარმა მეგობარმა და სტრატეგიულმა პარტნიორმა ამერიკის შეერთებულ შტატებმა პირდაპირ თქვეს, რომ საქართველოში ჩატარდა კონკურენტული არჩევნები და ფუნდამენტური უფლებები იყო დაცული. ასევე კანონმდებლობით ჩვენ გაწერილი გვაქვს თუ რა უნდა მოხდეს მეორე ტურამდე. ცენტრალურ საარჩევნო კომისიას აქვს სრული საკანონმდებლო მხარდაჭერა, რომ ნებისმიერ ცალკეულ ხარვეზში გაერკვეს, გაასწოროს ეს ხარვეზი და მეორე ტურს უკვე ჩვენ შევხვდეთ ისევ კონკურენტულ გარემოში. ქართული ოცნება მზად არის მეორე ტურში სამართლიან ბრძოლაში ჩაერთოს კვლავ, მზად არის გაიმარჯვოს, რისთვისაც არ არის მზად ნაციონალური მოძრაობა და მისი დესტრუქციული მოკავშირეები, ეს არის ზუსტად სამართლიან საარჩევნო პროცესში მონაწილეობა, მათ იციან
წინასწარ, რომ დიდი ალბათობით წააგებენ მეორე ტურებსაც, ამიტომ თავს იზღვევენ დღეს და ამბობენ, რომ მეორე ტურში არ მიიღებენ მონაწილეობას. ეს არის ერთგვარი კაპიტულაცია. მესმის, თუმცა გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირაკლი კობახიძე საუბრობდა, რომ კახეთიდან აქვთ ინფორმაცია, ასევე თბილისის უბნებიდან, რომ ოპოზიცია ემზადება მეორე ტურისთვის. აქვე იყო ნიკამელიას პასუხიც, რომ სავარაუდოდ, ციტირებ, სუსმა მიაწოდა ირაკლი კობახიძეს ინფორმაცია, რომ შტაბებში არის ხალხმრავლობა და ეს გონია მეორე ტურისთვის მზადებადო. რა ინფორმაცია გაქვთ მართლა ემზადებიან მეორე ტურისთვის? ნატა უნდა გითხრათ, რომ ნაციონალური მოძრაობა უკიდურესად უპასუხისმგებლოდ იქცევა ხალხმრავლობას, რომ დაუბრუნდეთ, მათ აჭარაში გააკეთეს პოლიტიკური აქცია, სადაც არ იყო დაცული კოვიდ უსაფრთხოების არც ერთი ძირითადი წესი, არ იყო პირბადეები, არ იყო დისტანცია დაცული და ნახეთ, რომ ექიმების და ექთნების, ეპიდემიოლოგების მუშაობით დასტაბილურებული COVID ტენდენცია აჭარაში სამწუხაროდ მომდენო დღეების განმავლობაში უარესობისკენ შეიცვალა, დღესაც არის მკვეთრი მატება იქ და რა თქმა უნდა ასეთი უპასუხისმგებლო აქციები კიდევ ერთხელ ადასტურებს ერთს, რომ მიხეილ სააკაშვილი მზად არის თავისი მომხრეები გაწიროს იმისთვის, რომ როგორმე მიაღწიოს თავის ავანტიურულ მიზანს, ეს არის არჩევნების დესტაბილიზაცია, ეს არის ნებისმიერი პროცესის დესტაბილიზაცია, რომელიც სახელმწიფოს სტაბილურობას და ფუნქციონირებას აქცია მას კვირასაც აქვს დაანონსებული და ზოგადად ნაციონალურ მოძრაობას ოპოზიციას კვირას ანონსებენ სამსაათზე პრევენციის რა ზონა გაქვს აქცია, ჩვენ გვაქვს კანონმდებლობა არეგულირებს მანიფესტაციების ჩატარების წესს და მე კიდევ ერთხელ მინდა ყველას მოუწოდო განსაკუთრებით ამ ოპოზიციურ ძალებს, ვინც ამის ორგანიზებას აკეთებს, რომ დაიცვან კანონი და დაიცვან ის წესები, უსაფრთხოების წესები, რომელიც საბოლოო ჯამში ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე სიცოცხლეს უკავშირდება. ეს არის დღეს მთავარი, ჩვენ არავის მივცემთ საშუალებას, რომ საქართველოში საარჩევნო ყუთის გვერდის ავლით რაიმე ცვლილებას მიაღწიონ. ეს არის შეუძლებელი, სახელმწიფო არის მზად ნებისმიერი პროვოკაციისთვის და რა თქმა უნდა კანონდარღვევებზე იქნება შესაბამისი რეაქციები. მეორე ტურზე ჩაგეკითხებით, ანუ გაქვთ მართლა ინფორმაცია, რომ შესაძლებელია მეორე ტურში მიიღოს ოპოზიციამ მონაწილეობა? ჩემის აზრით ოპოზიცია ატყუებს საზოგადოებას იმ მიზეზებთან დაკავშირებით, რისთვისაც უარი თქვეს მეორე ტურში მონაწილეობაზე. სინამდვილეში სიმართლე არის ის, რომ მათ აღარ აქვთ იმედი, რომ მეორე ტურში რაიმე შედეგს მიაღწევენ და იციან და ამას პრაგმატულად თვლიან, რომ წაგებას ურჩევნიათ, რომ ხელისუფლებას და ხალხს დააბრალონ ეს ყველაფერი და უარი თქვან მონაწილეობაზე. ეს არის წინასწარი კაპიტულაცია მეორე ტურის წინ და ასევე მეორე მნიშვნელოვანი მიზეზი, რაც უმალავენ ჩვენ საზოგადოებას, არის ის, რომ ეს ადამიანები, ვინც ამბობენ, რომ მეორე ტურში მონაწილეობას არ მივიღებთ, ეს ხალხი ყველა თავის პარტიებს, ოპოზიციურ პარტიებს ყავთ გადაზღვეული პროპორციულ სიაში მოწინავე ადგილებზე, შესაბამისად ისინი უკვე არიან შესულები პარლამენტში და რა თქმა უნდა მეორე ტურში მონაწილეობა არც უნდათ და არც აქვთ იმის შანსი რომ გაიმარჯვონ. თქვენ საუბრობდით რომ არ მივცემთ საშუალებას რომ რაიმე სახის ესკალაცია იყოს. თუმცა წინასწარი მონაცემებით მზადება რადიკალური ოპოზიციის ასე ვთქვათ რევოლუციური სცენარისკენ სახეზია. პრევენცია ამ კუთხით რამდენად იქნება ძლიერი და იცით რატომ გეკითხებით? ისინი უკვე წინასწარ საუბრობენ იმაზე, რომ მიმდინარეობს უკვე დევნა ლიდერების, მაგალითად მელიას დაბარება, იგივე რურუასთან დაკავშირებული ცემის ფაქტი ციხეში. სხვათა შორის აქვე მინდა ჩაგეკითხოთ, რამდენადაც ცნობილია სალომე სამადაშვილმა გთხოვათ, რომ ნიკა რურუასთან მას უნდოდა ციხეში გასაუბრება, დართეთ თუ არა ნება ამ შემთხვევაში და მას ამ ეტაპზე კოვიდი აღმოაჩნდა და როგორ შესაძლებელია საუბარი, მე გარწმუნებთ, რომ არანაირი რევოლუცია ამ ქვეყანაში არ იქნება. ჩვენს ქვეყანაში ცვლილებები და გადაწყვეტილებები მიიღება მხოლოდ არჩევნების გზით. ხალხმა თავისი არჩევანი დააფიქსირა. მეორე ტურამდე თუ სადმე არის ხარვეზები, ეს ყველაფერი გასწორდება, თუმცა უკვე საჩივრების განხილვა მაჩვენა, რომ ქართულ ოცნებასაც ემატება ხმები ამ განხილვების საარჩევნო საჩივრებზე რეაგირების შედეგად, ასე რომ ვერავინ ვერ იტყვის, რომ ეს ხარვეზები არის მხოლოდ ქართული ოცნების სასარგებლოდ ან მის საწინააღმდეგოდ, თუ ხარვეზები არის, ეს არის თანაბარ შემთხვევაში, აგერ მე კონკრეტულ მაგალითს გეტყვით, 7
საჩივარი, კონკრეტული საჩივარი და საქმე არის დაწყებული და წარმოებაში მოსყიდვასთან დაკავშირებით. მოსყიდვა, როდესაც პარტიის წარმომადგენლები კონკრეტულად არიგებდნენ თანხებს მოქალაქეებზე სავარაუდოდ ხმის სანაცვლოდ. 7-დან 5 შემთხვევა არის და 5 შემთხვევაში სავარაუდოდ იკვეთებიან ადამიანები, რომელიც პირდაპირ წარმოადგენენ ნაციონალურ მოძრაობას. მათ შორის სოციმედიით გავრცელდა კონკრეტული ვიდეო ჩანაწერი, სადაც გორში ნაციონალური მოძრაობის, სავარაუდოდ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი და ამ ვიდეოში ამბობს ერთ-ერთი ადამიანი, რომ ნაციონალური მოძრაობას წარმოადგენს, ურიგებს თანხას მოქალაქეებს. ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ არც ერთი ძალადობის შემთხვევაზე, არც ერთი მოსყიდვის შემთხვევას ქართული ოცნება ხელს არ დააფარებს. ჩვენ არ ვიქნებით შემწყნარებელი ამის მიმართ და ვთქვით, რომ ასეთ ფაქტებს პარტიის სახელი ვერ დაერქმევა. იგივე ვერ თქვა ნაციონალურმა მოძრაობამ. მე გითხარით, რომ მათი ლიდერი არალეგიტიმურად ერეოდა არჩევნებში, ადგილი ქონდა მოსყიდვის ფაქტებს, ადგილი ქონდა ისეთ პროვოკაციებს, როგორიც არის ხელმოწერების არ გაკეთება, რომ შემდეგ ამ მიზეზით დაებლოკათ კონკრეტული ბიულეტინები და უბნები, ადგილი ქონდა ცრუ სადამკვირვებლო ორგანიზაციების რეგისტრაცია, სადაც მათი პოლიტიკური ლიდერები პირდაპირ იყვნენ ჩაწერილი როგორც ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელები და წარმომადგენლები, ასევე არაფერი რომ არ თქვათ მედიაზე, რომელზეც სხვათა შორის საერთაშორისო დამკვირვებლებმაც აღნიშნეს, რომ ეს მედია და ამ შემთხვევაში ჩემის აზრით ოპოზიციის მიერ კონტროლებული მედია იყო ბევრად უფრო მეტად დაპირისპირებული საკუთარ საზოგადოებასთან და ოპონენტებთან, ვიდრე თუნდაც პოლიტიკური პარტიები. ამ ყველაფერმა აჩვენა, რომ უკანონობებს პირველ რიგში სწორედ მათი მხრიდან ჰქონდა ადგილი, თუმცა ჩვენ მაინც ჩავატარეთ თავისუფალი არჩევნები, მიუხედავად COVID-19-ისა 2 მილიონმა მოქალაქემ მიიღო ამ არჩევნებში მონაწილეობა. რა დარღვევები იყო კონკრეტულად და ზოგადად ცესკოსთან პრეტენზიებზე, ამაზე გავაგრძელებთ საუბარს რეკლამის შემდეგ. დაგველოდეთ. რადიო იმედის ეთერშია პოლიტიკური ток-შოუ კვირის პოლიტიკა. ნატა მახვილაძესთან ერთად. რეკლამის დრო რადიო იმედზე. ახალი ავტოსესხის სვის კაპიტალისგან 4 თვიანი საშეღავათო პერიოდი 100,000 ლარამდე ავტოსესხზე. მიიღე თანხა 30 წუთში შემოსავლების დადასტურების გარეშე. ან დაპორტირდი და ისარგებლე საუკეთესო პირობებით. გვესტუმრე სვის კაპიტალის ნებისმიერ ფილიალში დღესვე. ან დარეკე 2-300-300. პანდემიასთან დაკავშირებით ავერსმა წამლები კიდევ უფრო გააიაფა. შეიძინეთ ყველაზე იაფად იმუნიტეტის გასაძლიერებელი, გაციების, ანთების საწინააღმდეგო და კიდევ მრავალი დასახელების მედიკამენტი. ავერსში ყოველთვის ყველაზე შეღავათიან ფასად შეიძენთ საჭირო წამლებს. ავერსი მუდამ ზრუნავს თქვენზე. სასაჩუქრი აქცია თეგეტაში ძრავის ზეთებზე. შეიძინე პრემიუმ ბრენდ მოტულის 4 ლიტრი ძრავის ზეთი და მიიღე 1 ლიტრი საჩუქრად. მოამზადე შენი ავტომობილის ზამთრისთვის. 0-32 2-26 44-44. 2-3-3 105-9. რადიო იმედის სარეკლამო სამსახური. რადიო იმედის ეთერშია პოლიტიკური ток-შოუ კვირის პოლიტიკა. ნატა მახვილაძესთან ერთად. გამარჯობათ, მე ნატა მახვილაძე ვარ, ეს კვირის პოლიტიკა და მეათე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარესთან ვსაუბრობთ საარჩევნო საკითხებზე, ბოიკოტზე, რომელიც გამოაცხადა ოპოზიციამ და რა პრევენციული ზომები აქვს მმართველ გუნდს. თქვენ შეგიძლიათ გვისმინოთ და გვიყუროთ იმედის Facebook გვერდზე, ასევე პორტალებზე იმედი.g, MyVideo.g და AIP ტელევიზია 53 არხი. რადიო იმედის ეთერშია პოლიტიკური ток-შოუ კვირის პოლიტიკა. ნატა მახვილაძესთან ერთად. ჩვენ საუბრობდით იმ სპეკულაციებზე, რომელიც ისმის ოპოზიციის მხრიდან, იგივე ლიდერებზე ზეწოლა, ბუნებრივია, მათ აქვთ საკუთარი არგუმენტები, რამდენად არგუმენტირებულია, თუნდაც ის საუბრები მელიას დაბარებაზე, რურუას ცემა, იყენებს ზეწოლის ამ ბერკეტებს მართლაც მართველი გუნდი და მე გკითხეთ სალომე სამადაშვილის მოთხოვნაზე, რომ შესულიყო ციხეში რურუასთან სასაუბროთ. ხალხმა სალომე სამადაშვილმა მომმართა, როგორც პარლამენტის თავმჯდომარეს, მოგეხსენებათ, რომ რეგლამენტით პარლამენტის თავმჯდომარეს აქვს უფლება, რომ დეპუტატის დაშვება უზრუნველყოს პენიტენციურ სისტემაში, მან მომმართა
რეგლამენტის თანახმად მე განვიხილე ეს განცხადება დავრთენება ამისათვის მხოლოდ უსაფრთხოების წესების დაცვით ეს იყო PCR ტესტი მოგეხსენებათ რომ პენიტენციური სისტემა არის უსაფრთხოების განსაკუთრებულ რეჟიმზე გადასული ჩვენ ვუფრთხილდებით თითოეული ჯარდებულის და პატიმრობაში მყოფი პირის ჯანმრთელობას შესაბამისად ადამიანების დაშვება იქ არის უსაფრთხოების განსაკუთრებული წესებით როგორც ჩანს მან ჩაიტარა PCR კვლევა და დაუდასტურდა COVID-19 მე მინდა მხოლოდ ჯანმრთელობა უსურვო სალომე სამადაშვილს კარგით, მინდა გკითხოთ დაფინანსებაზე. ამ შემთხვევაში მორალი თუ კანონი? იცით რატომ გეკითხებით? მე მახსოვს, რომ მაშინ აქტიური ჟურნალისტი ვიყავი როგორც დღეს. როცა შალვა ნათელაშვილმა მოახერხა მაგალითად, აიღო დაფინანსება, აიღო მის პარტიასაც დაფინანსება და პარალელურად საჩვენებლად პარლამენტის წინ დაეხია მანდატი. ეხლა რა ბერკეტი აქვს მართვალ გუნდს? იქნება თუ რაიმე სახის ცვლილებები კანონშიც თუ არ მოხდა 8 პოლიტიკური სუბიექტის მიერ მანდატების აღება? უპირველესად უნდა ვთქვათ ის რომ ბატონი ნათელაშვილი არის პროფესიონალი პოპულისტი. დიახ მან წარსულში ნამდვილად დახია მანდატი, მაგრამ არ დაუხევია ის ფული და ხელფასი, რომელსაც იღებდა წლების განმავლობაში შემდეგ იმ პარლამენტიდან. რაც შეეხება დღევანდელ ვითარებას, ჯერ ხალხს მინდა ვუთხრა, ჩვენ საზოგადოებას ვუთხრა, თუ რა რეფორმა გავაკეთეთ ჩვენ იმისათვის, რომ დაგვესრულებინა სპეკულაციები პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით. ჩვენ შევიტანეთ გამჭვირვალე და ძალიან ლოგიკური მექანიზმი პარტიების დაფინანსების უკვე საკონსტიტუციო რეფორმის შემდეგ საარჩევნო კოდექსში და ვთქვით, რომ პარტიები, რომელიც გადალახავენ ბარიერს და შევლენ პარლამენტში, მიიღებენ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებას იღებდნენ აქამდეც, თუმცა ამას ჰქონდა ძალიან მახინჯი ფორმები, იყო მთელი რიგი манипуляციები, როდესაც ნაციონალურ მოძრაობასთან გაფორმებული ფიქტიური პარტიები ბლოკში, რომელიც მხოლოდ ფურცელზე არსებობდნენ, იღებდნენ საკმაოდ დიდ თანხებს ბიუჯეტიდან. ჩვენ ეს შევცვალეთ ეს სისტემა და ვთქვით, რომ მოდით გამჭვირვალე და ობიექტური მექანიზმით დავაფინანსოთ პარტიები. შესაბამისად, ის პოლიტიკური პარტიები, რომელიც ამ არჩევნებში გადალახავენ ბარიერს და შევლენ პარლამენტში, მიიღებენ უკვე სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებას. ეს არის იმის გარანტია, რომ მომავალში მცირე თუ ახალი პოლიტიკური პარტია არ მოექცეს თუნდაც ნაციონალური მოძრაობის შანტაჟის ქვეშ, არ მოექცეს ფინანსური თუ მედია შანტაჟის ქვეშ, როდესაც ნაციონალური მოძრაობა მათ ეუბნებათ, რომ არ დაგაფინანსებთ თუ ჩვენთან არ იქნებით, არ მოგცემთ ეთერში გასვლის საშუალებას და არ გაგაშუქებთ თუ ჩვენთან არ იქნებით, ჩვენ ეს შევცვალეთ. ჩვენ უზრუნველყავით როგორც გამჭვირვალე და სამართლიანი დაფინანსების სისტემა, ისევე ღიაობა მედიაში, სადაც ხედავთ დღეს რომ ყველა პოლიტიკურ ლიდერს აქვს საშუალება რომ მედიით საკუთარი მოსაზრება უთხრას საზოგადოებას, მათ შორის 2-3 დღის წინ მახსენდება ერთ-ერთი პოლიტიკური ლიდერი, რომელიც იმედის ეთერში გამოთქვამდა წუხილებს, რომ მას არ აქვს თავისი საკუთარი ტელევიზია და თურმე ნორმალურია ის, რომ ოპოზიციას და ოპოზიციურ პარტიას ყველას უნდა ქონდეს თავისი ტელევიზია. აი ეს მიდგომები რომ არსებობდა და ისე რომ წარმოედგინათ დაფინანსებაც და მედიაც, ზუსტად ამიტომ შეცვალა ეს ძალები 2012 წელს საზოგადოებამ. აი ხა დღეს რა ხდება? მე ბოლო დღეებში ვხედავ ძალიან ბევრი ჩვენი თანამოქალაქე საუბრობს სწორედ ამ დაფინანსებასთან დაკავშირებით. რამ წარმოშვა ეს საკითხი? ეს საკითხი წარმოშვა იმან, რომ პოლიტიკური პარტიები ოპოზიციიდან, რომელიც ხალხის და ჩვენი საზოგადოების ერთმა ნაწილმა აირჩია იმისთვის, რომ ისინი შევიდნენ პარლამენტში, შეასრულონ იქ ოპონირების ფუნქცია და იმუშაონ კანონებზე, გაუწიონ ზედამხედველობა, მთავრობას და ხელისუფლებას. ამის ნაცვლად ისინი ამბობენ, რომ ჩვენ არ შევალთ პარლამენტში და გავაგზავნებთ ქუჩაში მუშაობას. ჯერ რა თქმა უნდა, ახლა ნაციონალური მოძრაობის ქუჩაში ყოფნა არ უკვეთს ჩვენ საზოგადოებას, ისინი ბოლო 1 წელი პარლამენტში ისედაც ჩატალოზე იმყოფებოდნენ, გახსოვთ და საერთოდ ამბობდნენ, რომ პარლამენტი და მთავრობა უნდა დავკეტოთ და ასე შემდეგ. რაც არ გამოუვიდათ, ეს იყო დიდი შეცდომა, მე ვიტყოდი, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე და არა როგორც ამ შემთხვევაში ჩემი პარტიის
წარმომადგენელი და საზოგადოებამ დაინახა, რომ მიუხედავად ნაციონალური მოძრაობის ბოიკოტისა, სხვათა შორის ისინი წერდნენ წერილებს ბოიკოტზე, მე არაერთხელ გავამახვილე ყურადღება ბიუროს ხდომებზე, როდესაც წერილები შემოდიოდა, რომ არ ვესწრებით ხდომას და ბოიკოტს უცხადებს ხდომას, მე შემოდიოდნენ ხდომებზეც, ბიუროსაც ესწრებოდნენ და ძალიან კარგადაც მონაწილეობდნენ იმ პროცესში, რომელიც მათ სჭირდებოდა. უბრალოდ მათ მიიღეს სტარი გადაწყვეტილება და დღეს აქვს ცდილობა, რომ დანარჩენებსაც მოახვიონ ეს თავს. ეხლა რა შეეხება ამ დაფინანსებას, ნატა, ეს არის ხალხის ფული. და გადასახადები, რომელსაც საზოგადოება იხდის იმისთვის, რომ დააფინანსოს პოლიტიკური პარტიები, იმისთვის, რომ მათ იმუშაონ პარლამენტში და შეასრულონ უმრავლესობამ უმრავლესობის ფუნქცია, ოპოზიციამ ოპოზიციის ფუნქცია. და საზოგადოება მოქალაქეების ვამენ კითხვას, რომ თუ ეს პარტიები ჩვენი გადაწყვეტილების მიუხედავად არ შედიან პარლამენტში და არ აპირებენ მუშაობას, რისთვისაც ჩვენ გადასახადებს ვიხდით და მათ დაფინანსებას ვაძლევთ, მაშინ რამდენად სამართლიანია, რომ მათ წლების განმავლობაში მიიღონ დაფინანსება, როგორც ამას შალვა ნათელაშვილი იღებდა, რა მაგალითის თქვენ გაიხსენეთ. შესაბამისად, ჩვენ როგორც სახელისუფლებო ძალა ვაკვირდებით ჩვენი საზოგადოების აზრს ამასთან დაკავშირებით, როგორიც იქნება ჩვენი საზოგადოების დაკვეთა, ჩვენ მზად ვართ, რომ ეს საკითხი მომდევნო მოწვევის პარლამენტში განვიხილოთ. თავარი პრეტენზია, რაც გამოთქვეს თავიდან, არის ის, რომ დისბალანსი იყო ოქმებში და იყო უამრავი შეცდომა. იმ შემთხვევაში თუ ეს არგუმენტი გამოეცალათ ოპოზიციის წარმომადგენლებს, რითი მოხდება, ასე ვთქვათ, ამ შემთხვევაში პრევენცია? ანუ რას გულისხმობ? ამას ამბობს ის პოლიტიკური ზალა და დებენ ახეთ. სოციალურ ქსელში იმ ოქმებს, მაგალითად, რომლებიც არ არის გასწორებული. ხშირ შემთხვევაში დებენ ოქმებს შესწორების დამატებითი ოქმის გარეშე. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე 1000 საარჩევნო უბანია. 40,000-მდე საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელე არის ჩართული ხმების დათვლის პროცესში. მათ შორის ოპოზიციის წარმომადგენლები, რომელიც პრაქტიკულად ყველა უბანზე 2 და 3 ადამიანი იყო წარმოდგენილი. და ამ ოქმებზე მათი ხელმოწერების გახლავთ დატანილი. შესაბამისად, ნაციონალური მოძრაობა აქაც ატყუებს საზოგადოებას, დღეს გამოდის და ეუბნება, რომ ეს ოქმები ამ ოქმებში არის დისბალანსი, ზოგან 2 ნაკლებია ბიულეტენი, ზოგან 1-ით მეტია ბიულეტენი, თან არაჩვენებს შესწორების ოქმებს. ამით რას ეუბნება და რას არ ეუბნება? პირველ რიგში არ ეუბნება იმას, რომ ამ ოქმებს ხელი მათმა წარმომადგენლებმაც მოაწერეს და თუ ესეთი დიდი დარღვევებით იყო, რატომ აწერდნენ ხელს ამ ოქმებს? ეს არის საინტერესო და მეორე, ისინი ცდილობენ, რომ ასეთი ცალკეული ხარვეზებით შექმნან სურათი, რომ თითქოს მოხდა ისეთი ტიპის დარღვევები, რამაც შედეგებზე არსებითი გავლენა მოახდინა. მე კიდევ ერთხელ გეუბნებით, ამ დღეებში რა საჩივრების განხილვაც მოხდა, უკვე იკვეთება, რომ არსებითი გავლენა ეს არჩევნების საბოლოო შედეგებზე ვერ მოახდენდა ეს დარღვევები სწორდება ყველგან. ჩვენ როგორც ხედავთ, პატივს ვცემთ ამ პროცესს, აგერ ერთ მაგალითს მოგიყვანთ და კიდე სხვა მაგალითებიც არსებობს. თქვათ მცხეთა-თიანეთის ოლქი, ხო? სადაც ქართულ ოცნებას სულ რამდენიმე ხმა სჭირდებოდა, რომ ჩვენს კანდიდატს გაემარჯვა პირველივე ტურში. მოხდა საჩივრების შესწავლა, ჩვენ პატივი ვეცით ამ პროცესს და ჩვენი კანდიდატი გადავიდა მეორე ტურში. მიუხედავად, რომ რამდენიმე ხმა შეიძლება ათეულობით, რამდენიმე ათეული ხმით ის გასული იყო პირველივე ტურში არჩევნებში. ჩვენ ვაჩვენებთ ამ პროცესის და სამართლებრივი მექანიზმების მიმართ პატივისცემას და ანალოგიურს არაჩვენებს ოპოზიცია და მე მეცაც გეტყვით, ეს არ არის მხოლოდ ოპოზიცია, ნატა. გუშინ თუ თქვენ ადევნებდით თვალს, ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის ოფისთან, რომელიც გახლავთ კონსტიტუციური ადმინისტრაციული ორგანო. იყო აქცია. იქ იყო აქცია, ოღონდ მე ამას ვერ დავარქმევდი უკვე მშვიდობიან მანიფესტაციას, იმიტომ რომ ქვებით და ბლაგვის საგნებით შეიარაღებულმა ადამიანებმა, ოპოზიციის წარმომადგენლებმა პრაქტიკულად იერიში მიიტანეს იქ დამცავ ფარზე და მე ვფიქრობ, არც საზოგადოებას გამორჩენია, რომ იქ სხვათა შორის ერთ-ერთი ოპოზიციური ტელევიზიის წარმომადგენელი, თანამშრომელი პირდაპირ მონაწილეობდა ასევე ქვითხელში ამ დამცავ ფარზე შეტევაში. აი ეს არის სახე, როგორც ისინი იქცევიან რეალურად ეს ადამიანები
ქვებს ესვრიან საქართველოს დემოკრატიულ არჩევნებს და საკუთარი ხალხის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. და როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ამაში ისინი გადაიხდიან პოლიტიკურ ფასს, ზუსტად ერთ წელიწადში, როდესაც თვითმმართველობის არჩევნებს ჩვენ კვლავ შევხვდებით, მე გარწმუნებთ, რომ საზოგადოება, რომელმაც გააკეთა არჩევანი და ამ პარტიებს უთხრა, რომ შებრძანდით პარლამენტში და პოლიტიკურ პროცესში ჩაერთეთ და მიიღეს მათი მხრიდან სრულიად საპირისპირო რეაქცია, იგნორირება და უპატივცემულობა აი ამ მიცემული მანდატის მიმართ, დამიჯერეთ, რომ ეს საზოგადოება მომავალში ხმას აღარ მისცემს ამ პარტიებს, დროა რომ დესტრუქციული ძალების სივრცე დაიკავოს ჯანსაღმა ოპოზიციამ. ჩვენ როგორც დემოკრატიული ხელისუფლება ყველანაირად შევუწყობთ ხელს იმას, რომ საქართველოში პოლიტიკური სპექტრი იყოს დემოკრატიული, უფრო მშვიდი და შედეგზე ორიენტირებული. ვინ არის ჯანსაღი ოპოზიცია? ვის ხედავთ? ეს არის ძალიან კარგი კითხვა, რამდენიმეჯერ დამისვეს ამ დღეებში და პირდაპირ პასუხობთ. ახლა ამ მომენტში არის სერიოზული პოლიტიკური ტესტი მოცემული, რომელსაც უნდა გასცეს პასუხი ამ ოპოზიციურმა სპექტრმა. ვისაც სურს, რომ იყოს ჯანსაღი ოპოზიცია, ჩააბარებს ამ ტესტს, პატივცემს საკუთარი მხარდამჭერების და საზოგადოების არჩევანს, შევა პარლამენტში და იმუშავებს, ვინც არის დესტრუქციული ოპოზიცია, რა თქმა უნდა, ის მოიქცევა დესტრუქციულად და ბოიკოტირებას გამოუცხადებს საკუთარი ხალხის ნებას. აი ეს არის დღეს პოლიტიკური ტესტი, რომლის ჩაბარების შანსიც აქვს მცირე პოლიტიკურ პარტიებს, ახალ ოპოზიციურ პარტიებს და მათ აქვს შანსი, რომ თავი დააღწიონ ნაციონალური მოძრაობის და მიხეილ სააკაშვილის შანტაჟს. აქვე გეტყვით, კითხავთ ბოლო კითხვა პრინციპში, თქვენ დღეს შეხვდით ეუთო ოდირის წარმომადგენლებს. მათ თავიანთ წინასწარ დასკვნაში თქვეს, რომ ეს იყო კონკურენტული არჩევნები. პარალელურად, მე რატომ ვახსენე, შტატებიდანაც კარნეგის ცენტრის მკვლევარები, ასევე ატლანტიკური საბჭოს მკვლევარები ამბობენ იმას, რომ 9 პოლიტიკური სუბიექტი, ეგ საკმაოდ ბევრია, პრინციპში ორჯერ მეტი პოლიტიკური პარტია შედის საკანონმდებლო ორგანოში და თუ არ გამოიყენებენ ამ პლატფორმას, ზოგიერთი პოლიტიკური სუბიექტი შესაძლოა მთლიანად გაქრეს პოლიტიკური ველიდან. თქვენ ფიქრობთ, რომ პოლიტიკური ველიდან რადიკალები გაქრებიან? ჯერჯერობით ჩვენ რასაც ხედავთ, ეს არის ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური შანტაჟი სხვა პარტიებზე. ხედავთ, რომ უჭირთ ამ პოლიტიკურ დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს ამ შანტაჟისგან თავის დაღწევა, თუმცა მე მაინც დარწმუნებული ვარ, რომ ისინი შეძლებენ თავი დააღწიონ ამ შანტაჟს და ძალადობას და შეძლებენ, რომ ჩაერთონ ნორმალურ პოლიტიკურ პროცესში. ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა, რომ ეს პარტიები განვითარდნენ და სადონ მომავალში უფრო უკეთესი შედეგების მიღება. თუ ისინი დღეს ნაციონალური მოძრაობის შანტაჟის ქვეშ დარჩებიან და თუ ნაციონალური მოძრაობა ამ პარტიებს შეისრუტავს როგორც უბრალოდ ინსტრუმენტებს, რომელსაც იყენებს საკუთარი დესტრუქციული გეგმების მისაღწევად, მაშინ რა თქმა უნდა ეს პარტიები დგანან იმ რისკის წინაშე, რომ ისინი დაკარგავენ ელექტორატს და იმ მხარდაჭერასაც კი, რომლითაც ეხა ბარიერი გადალახეს და მე შეგახსენებთ ნატა, რომ შემდეგი არჩევნები იქნება 2024 წელს სრულად პროპორციული სისტემით, 5%-იანი ბარიერით და შესაბამისად, თუ ეს პარტიები კიდევ დაკარგავენ ელექტორატს, იმის ნაცვლად რომ იმუშაონ ახალ მხარდამჭერებზე, მათ პრაქტიკულად შანსები აღარ დარჩებათ შემდგომ პარლამენტში და უფრო მეტსაც გეტყვით. გახსოვთ, ქართულ ოცნებას აკრიტიკებდნენ იმის გამო, თუ რატომ ჩაწერა კონსტიტუციაში, რომ არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდება 2024 წელს. გახსოვთ, რომ აკრიტიკებდნენ, ამბობდნენ, რომ ეს მხოლოდ საკუთარი ამოცანების მისაღწევად გადადეს 2024 წელს და ასე. სინამდვილეში რა მოხდა? სინამდვილეში მოხდა ის, რომ პროპორციულ არჩევნებზე გადასვლის გადაწყვეტილება მიიღო ქართულმა ოცნებამ, საზოგადოების და პარტნიორების ხარდაჭერით ჯერ კიდევ 2018 წელს, როდესაც არავითარი პოლიტიკური ტურბულენტობა და ეს პროცესები არ იყო ამ ძველი ოპოზიციის მხრიდან და შემდეგაც როდესაც დღის წესრიგში დადგა 2020 წლის არჩევნების საკითხი, ის გადაწყვეტილებაც ჩვენ მივიღეთ საზოგადოების მხარდაჭერით და ჩვენ შევცვალეთ ეს სისტემა ამ პარტიებმა პარლამენტში მხარი არ დაუჭირეს ამ ცვლილებებს იშვიათი გამონაკლისების გარდა. ამიტომ მარტივად გეტყვით, 2020 წლის არჩევნები რომ ჩატარებულიყო სრულად პროპორციული სისტემით 5%-იანი ბარიერით, დღეს პარლამენტში იქნებოდა ისევ
ორი პოლიტიკური პარტია, უმრავლესობით ქართული ოცნება და უმცირესობაში მხოლოდ ნაციონალური მოძრაობა. ეს არ შედის ჩვენი საზოგადოების ინტერესებში, ამიტომ დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ჩვენ მივიღეთ სწორი გადაწყვეტილება და მე მოუწოდებ დანარჩენ ოპოზიციურ ძალებს, რომ ამ შესაძლებლობით ისარგებლონ. გასაგებია, ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. მე კი გეტყვით, რომ უახლეს ისტორიაში პირველად მესამედ მართვალ პოლიტიკურ გოლში მოვიდა ქართული ოცნება, ფაქტობრივად საერთაშორისო საზოგადოებამ აღიარა მარჩევნების ლეგიტიმაცია და პოლიტიკური დღესდღეობით ქართულ ოცნებასთან მომდევნო 4 წლის განმავლობაში გაფორმებულია. კვირის ყველაზე მნიშვნელოვანი